სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ორივე მოწმემ მისცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პოლიციის თანამშრომელს და ანატოლი გიგაურს შორის დაპირისპირების შემდეგ. მათ ნახეს, როგორ ჰქონდა დაზიანებები აქტივის სახის მიდამოში და დაადასტურეს ის გარემოება, რომ სწორედ ამ აქტივისტმა მოუყვა მათ, როგორ მიაყენა ეს დაზიანებები პოლიციის თანამშრომელმა. ამის შემდეგ უკვე ასევე დღეს მოწმებმა მიაწოდეს ინფორმაცია მოსამართლეს იმასთან დაკავშირებით, როგორ დატოვა ტერიტორია ანატოლი გიგაურმა ავტომობილით, რომელიც შემდგომში უკვე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა და სწორედ იქაც ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მე და ანატოლი დავშორდით რაღაც დროის განმავლობაში, მე ისევ შევხვდით, მითხრა რომ პოლიციერმა ხელი გამარტყა, რაზეც ჩუბლის არეზეც ეტყველებდა ჩანდა. სიცოცხლე ქონდა. შუბლის არეში ქონდა იაკდა. წაქცეული გოგოს სამოქენება გადაუწყვეტეოდა, მაგ დროს დამარხა პოლიციელმა. მანქანის გაჩერება, გვერდზე ჩაკენება და წინ ჩაკენება მანქანისზე მოხდა ერთდროულად. რაზეც გიგაურმა მაშინ მეკითხა რომ არავღელებულიყავით აქ ჩემთან არიან ეთყობა მოსულები პატრულის თანამშრომელს ხელის აწევით დაანახა რომ მე ვარ ანატოლი გიგაური და მანქანაზე დაადო ხელი ეგრე არაო და მე გაიყვანეს ხელი შეეხნენ გაათრიეს ბოდიში ასე თქვაზე გაათრიეს და მანქანების უკან არის იქ რა გაუკეთეს გიგაური თუ უწევდა რანეცინა არა გამიწევდა მე მარიამ ქელეხსაშვილი უძახის არა სემოთო ნუ სემთო და არავცემთო დაწყნარდიო ქალბატონო არავცემთო მე მეც გადმოვდივარ მანქანიდან და როცა მანქანიდან რომ გადმოვედი დავინახე როგორ მოათრევდნენ ორნიასე პატრულის თანამშრომელი კენედნენ მანქანაში და მაშინ დავინახე დახეთქილი სახე ქონდა შუბლის არე 24 ნოემბერს ვიმყოფებოდი თბილისში საპროტესტო აქციაზე. აქციის რაღაცა ნაწილი ამ დროს დაიძრა რესპუბლიკის მოედნისკენ. მოწოდება იყო ასეთი და ჩვენ არ გარკვეული ნაწილი ისევ იქ დავრჩით იმ ლოკაციაზე და გავიგე რომ იმ დაძრულ ნაწილში იყვნენ ჩვენი მეგობრები ზურა შემთხვდა გულონჩაძე, ისიც ქარელელი ჩემი მეგობარი და მითხრა რომ იქ ანატოლი იყო გიგაური და იქ მოხდა ასე ვთქვათ მას გაუსწორდნენ ფიზიკურად ასეთი ამბავი გავიგე. ცოტა ხანში ანატოლი გიგაურიც გამოჩნდა, მოვიდა ის ჩვენ ლოკაციასთან ახლოს, ჩვენ სადაც ვიდექით და მითხრა რომ ცემა პოლიციელმაო და აღშფოთდი და შევხედე და მართლა შუბლზე ეტყობოდა რომ ის ქონდა, ანუ დაწეთლებული იქონდა. ანატოლი გიგაურს 24 დეკემბერს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.